გამარჯობათ მეგობრებო, როგორ ხართ, როგორ განწყობაზე ხართ? დღეს გავაკეთოთ ხაჭაპური. ეხლა მაქვს გამზადებული ის ცომი, 2 დღის წინ რომ გავაკეთებ. გეტყვით გამიმეორებ ამ ცომის რეცეპტს. 1 ლიტრა თბილ წყალში შევურიოთ 1/2 კოფის ჭიქით ზეთი, 1 სუფრის კოლზე მარილი, ცალკე ამოვიყვანოთ თბილ წყალში, ჭიქაში თბილ წყალში, წიკვი შაქარი, ცოტა სულობნა ცოტა ქვილი და ჩაის კოლზე ცოტა მეტი საფუარი. დაველოდოთ როცა ამოვა, შევურიოთ იმ წყალში. შემდეგ დავუმატოთ ქვილი და მოვცომოთ ცომი ისეთი რბილი, რომ ხაზე გეკვრებოდეს. უნდა გქონდეს გამზადებული 300 გრამი კარაქი გამდნარი. მოცომას რომ დავასრულებ, ეს კარაქი შევაზილოთ ამ ცომს და ვზილოთ დიდხანს, ისე რომ ცომი ხელებში უნდა ამოვიდეს. როცა ამოვა, გავაჩეროთ, ვადროვოთ ცოტა ხანი, ცომი კიდევ ცოტას წამოვა, ერთხელ ჩავზილოთ ზეთიანი ხელებით, გადავიტანოთ პარკებში, შევინახოთ მაცივარში საყინულის ქვედა თაროზე. ეს ცომი 10 დღეც რომ გქონდეთ, არაფერი არ მოვიდა, იგივე იქნება. ეხლა გავამზადოთ აბა ამ ცომით ხაჭაპური. მე ყველში არ შემირევია კარაქი, იმიტომ რომ ძალიან ცხიმიანია. ყველს ვყრით საკმაოდ. კარგად მოვუკეცოთ თავი, რადგან არ გაგვეხსნას. შეგიძლიათ ხელითაც გაიყვანოთ, მაგრამ არც ეგ არის პრობლემა თუ ამით გავიყვანთ. ხაჭაპური რაც თხელი იქნება, მით უკეთესი. მაცევრიდან ცომი შეგიძლიათ ცოტა ადრე გამოიღოთ, სანამ გაკეთებას დაიწყებთ, რომ ცომა ცოტა შეთვეს. რა თქმა უნდა, ერთი ზომის უნდა იყოს. ამიცით ცომი არის ძალიან ნაზი, თაფუკი. მე უბრალოდ ვატრიალებ, რომ ცომი მინდა ერთნაირი იყოს და კუთხეებს ვასწორებ. წავსვი კვერცხის გული მხოლოდ. ეხლა შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე. დაჭირდება 20-25 წუთი გამოცხობას. ღუმელს გააჩნია. გაჩვენებთ როგორი იქნება. ხაჭაპური მზად არის. აი ნახეთ,
როგორი ღონღულა. წავსვათ კარაქი. ეს ამოსული არის, ხა კარაქს რომ წავსვათ, ცოტას ჩავა. შეიძლება კარგად წავსვათ. უფრო დაარბილებს. რბილია ისედაც, მაგრამ მაინც ახლა დავჭერი, გავამზადე. აი, ნახეთ როგორია. აი, ნახეთ როგორია. აი, ჩემი ხაჭაპური. კი ჩანს შიგნით ყველი ლომად. აი, ნახეთ. აი, ძარბილი და გემრიელი. ეხლა გავაკეთოთ შავი ლობიო. ღამე გვიან ჩავალდე წყალში 9 კილო ლობიო. ეხლა გავრეცხე ისევ კარგად. დავაგდებ საშუალო ქურაზე. დავასხათ წყალი ამ კასროლში თითქმის 9-ზე მეცვას ხან. რადგან ლობიო ჩაარბობილი მქონდა, წყალს მე აღარ ვუცვლი. გამზადებული მაქვს 2 საშუალო თავი ხახვი. როგორც კი ადოღდება, ჩავაყრი ხავს, რადგან ლობიორგან ჩალბობილია, მალე მოიხარშება და ხახვის ერთად ჩაიხარშება და იქნება უფრო გემრიელი. ლობიო ადოღდა. ჩავაყაროთ ხახვი. აქეთ გასუფთავებული მაქვს ცოტა რასი, ცოტა ქინძი, ცოტა ნიახური და უფრო მეტი ოხრახუში. ეს გავრეცხოთ. წვანილი გავრეცხე, დავტოვე წყალში. დავაყაროთ მარილი. კიდევ რომ არ დარჩეს რამის იძურე შიგნით და დავტოვოთ რამოდენიმე ხანი. გამზადებული მაქვს ნიგოზი. შემიძლია რომ დავაბლენდერო, მაგრამ მე მაინც ჯამში მირჩევნია დავნახო. ასე უფრო გემრიელი გამოდის. 2 კვირინი 2. ცოტა დაფქული წიწაკა, თქვენ გემოვნებას გააჩნია. ცოტა სვანური მარილი. 2 ჩაის კორსი. აქ ვამატებ 2 კორს მარილს.
დარჩეს, მერე ნახავთ. როგორი იქნება და მოითხოვს თუ არა ჩამატებას. ლობიოს ვამატებ შიგაში წყალს. გავამზადე მწვანე დავჯერი. ეს ცოტა მოვიტოვე. ფერზე რომ გადმოვიდა, იმაზე ზემო დამოსახება. ნიგოზი დავამუშავე და ლობიოს წვერში გავხსნე. ეგეც გზადმავს. ეხლა ლობიო მოიხარშა. ჩავამატე სულ ცოტაზეც. ძალიან ცოტას. სულ ცოტა ხმელ ფინს. სულ ცოტა ბატრი. იქნას შეგიძლიათ როგორც გარეშეც გაჩქაროთ და ჩაყაროთ თუ რა. ლობიო უკვე მოხარშულია. ამოვლესე. ეხლა ჩავასხა გამზადებულ ნიგოს. საცემად რადგან ეს ლობიო არის ჭრელი და არა წითელი. ჩავხვრე მწვანილსაც. შეგიძლიათ ტომატი ცხიმში მოდუშვოთ. ლობიო უკვე გამზადდა, გავთიშე უკვე გაზი. ეხლა გაჩვენებთ როგორ გამოიყურება. მარილი აღარ დამემატებია. საკმარისად ქონდა. აი როგორ გამოიყურება ჩემი ლობიო. დღეისათვის სულ ეს იყო. ვისაც მოგეწონათ ჩემი ვიდეო, გამოიწერეთ და ლაიქეთ. ვისაც გამოწერილი გაგვთქვით, ჩემთვის ხარჯავთ დროს, უყურებთ ვიდეოს, გამილაიქეთ. ყველას დიდი მადლობა. წარმატებული ბედნიერი დღე გქონოდეთ. მოვალ აუცილებლად კიდევ.